იურისტები ამბობენ, რომ უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების პოლიტსაბჭოსთან შეთანხმების ვალდებულება არ აქვს, რადგან ავტონომიის სტატუსი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალური ხელისუფლებისგან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ანიჭებს. უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას შორის დაპირისპირებას დროსთან საუბარში კონსტიტუციონალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები აფასებენ. მოსაზრებები მაკა ანდრონიკაშვილმა მოისმინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულ პოლიტიკურ დაპირისპირებასთან არის კავშირში. აჭარის რეგიონში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სპეციალური ანგარიშის გამოქვეყნებას უახლოეს დღეებში გეგმავს. ორგანიზაციის იურისტის განცხადებით, მათ მიერ განხორციელებული მოკვლევის თანახმად აჭარის მთავრობაში თანამდებობებიდან უკანონო დათხოვნისა და ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ უმაღლეს საბჭოს უნდობლობის პროცედურის დაწყებამდე მთავრობის მიერ შესაძლო გადასტომის ფაქტები უნდა შეესწავლა. მას პარლამენტის რეგლამენტით ჰქონდა შესაძლებლობა შეექმნა სპეციალური კომისია, რომელიც უშუალოდ განიხილავდა ამ საკითხს, ასევე მთავრობა იქნებოდა ვალდებული, რომ დაესაბუთებინა კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა კორუფციული გარიგებები, ან არსებობდა თუ არა ის საერთოდ და შემდგომ უკვე საბჭოს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება. იყო თუ არა ვალდებული აჭარის უმაღლესი საბჭო უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებამდე სპეციალური კომისია შეექმნა. კონსტიტუციონალისტები უნდობლობის გამოცხადებასა და იმპიჩმენტის პროცედურას შორის სხვაობას განმარტავენ. აჭარის კონსტიტუცია საკანონმდებლო ორგანოს უფლებას აძლევს უნდობლობის გამოცხადების პროცედურა ყოველგვარი მოკვლევის გარეშე პოლიტიკური შეხედულების მიხედვით დაიწყოს. აჭარის კონსტიტუციის მიხედვით კონკრეტულად არ არის განსაზღვრული, თქვათ, უნდობლობის გამოცხადების პროცედურას რამე წინამდებარე პროცედურები უნდა მისდევდეს თუ არა. კონკრეტულად თუ არის რაღაც გადაცდომები და დარღვევები, რა თქმა უნდა შესაბამის სტრუქტურებს უნდა წარედგინოთ მასალა და მოხდება ალბათ ამ საკითხების გამოძიება, მაგრამ ის რომ თქვათ ამას საფუძვლად უნდა ედოს კონკრეტული თქვათ კომისიის შექმნა, ესე ჩანაწერს ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არ იცნობს. მოკვლევის გარეშე მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების გარდა უმაღლესმა საბჭომ საკითხი პარტიის პოლიტსაბჭოსთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა, რაც ამ ორ ორგანოს შორის დაპირისპირების საგანი გახდა. იურისტები ამბობენ, რომ უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების პოლიტსაბჭოსთან შეთანხმების ვალდებულება არ აქვს, რადგან ავტონომიის სტატუსი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალური ხელისუფლებისგან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ანიჭებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონის თანახმად წყვეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და მისი ორგანოები. ეს არის ამ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო და მის საქმიანობაში ჩარევა არც გააჩნია არც ცენტრალურ ხელისუფლებას და არც მით უმეტეს პარტიულ ორგანოს. უმაღლესი საბჭო არის პოლიტიკური ორგანო და რაც ამ შემთხვევაში ქართული ოცნების პოლიტსაბჭო შეუძლია არის ის, რომ თქვათ ამ პარტიის წესდების შესაბამისად ეს ადამიანები გარიცხოს პარტიის რიგებიდან, მაგრამ პოლიტსაბჭოს არ აქვს უფლება ჩაერიოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდება, ამაზე კონსტიტუციონალისტები და იურისტები თანხმდებიან, თუმცა ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური გუნდურობის პრინციპი და ვალდებულებები დაირღვა, რადგან მათი აზრით ავტონომიის კონსტიტუცია ერთი პოლიტიკური გუნდის შიგნით კონსულტაციებს არ გრძელავს.